მე ვარ ანა მარგველაშვილი, გერმანისტი, მკვლევარი, კულტურის მენეჯერი. ამჟამად ვცხოვრობ გერმანიაში, ვმუშაობ ქართულ-გერმანულ კვლევებზე. კერძოდ, მაქვს ერთი საკვლევი თემა არჩეული, რომლის გამოც ძალიან ხშირად მიწევს გერმანიის სხვადასხვა არქივში სიარული და მასალის შეგროვება და რამდენადაც ძალიან საინტერესო მასალას გადავაწყდები ხოლმე და ამ მასალიდან ყველა არ არის ჩემი თემისთვის მნიშვნელოვანი, მაინც ვაგროვებ, თუ მაქვს საშუალება აუცილებლად ვიღებ ამ მასალას, რომ ეგება რაღაცაში გამოგვადგეს, მაგრამ ეს არის წყაროები ფაქტიურად საქართველოს შესახებ, რაც დაცულია გერმანიის არქივებში. და ესეთი პატარ-პატარა საინტერესო ამბები გადამხდება ხოლმე თავს და გადავწყვიტე გავაკეთო ესეთი ვლოგი, სადაც სხვადასხვა თემაზე ვეცდები რომ ვისაუბრო იმის მიხედვით, რაზეც იმ მომენტში ვმუშაობ, გამოცდილებას გაუზიარებ იმ ადამიანებს, ვისაც გერმანიაში კვლევა აინტერესებს, გერმანულ-ქართული კულტურული კავშირების ისტორია, ურთიერთობების ისტორია და ჭირდება რაღაცა რეკომენდაციები ან გამოცდილების გაზიარება. ამიტომ შევქმენი ეს YouTube გვერდი, არხს დავარქვი ქართულ-გერმანული ბიბლიოთეკა. იქნება გამომცემლობა ალონის საგამომცემლო სერია, სადაც სწორედ გერმანულიდან ქართულად თარგმნილი დოკუმენტური და სამოგზაურო ლიტერატურა გამოიცემა, რომელიც აქამდე ჩვენთვის, ანუ საქართველოსთვის მაინც და მაინც ნაცნობი არ არის და ამ დროს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქართულ-გერმანული ისტორიის კვლევაში და წარმოადგენდეს მნიშვნელოვან წყაროს საქართველოს შესახებ. გერმანელები დოკუმენტირების ხალხია, შესაბამისად აქაურ არქივებშიც და აქაურ გამოცემებშიც უამრავი მასალა არის, რაც შეიძლება საინტერესო იყოს საქართველოში სხვადასხვა დარგის მკვლევრისთვის. ჩემ წამოწყებას არ ექნება აკადემიური ან ესეთი პრეტენზია, ეს არის უბრალოდ გამოცდილების გაზიარება ძალიან არაფორმალურ ფორმატში. ვაპირებ, რომ ჩავწერო ეს ვიდეოები და ვნახოთ რა გამოვა. პირველ რიგში, რახან დღეს არის, ესე ვთქვათ, ჩემი პირველი ვიდეო, მინდოდა ძალიან მოკლედ მეთქვა საერთოდ როგორ აღმოჩნდი ქართულ-გერმანულ კვლევებში და რატომ გადავწყვიტე ამ მიმართულებით მუშაობა. შემდეგ ვიდეოებში კი უკვე კონკრეტულ ამბებს მოვყვები. საქმე ის არის, რომ თავად ჩემი ოჯახის ისტორია არის რაღაცა ორ ქვეყანას შორის საქართველოს და გერმანიას შორის გახიდული თუ გაფანტული. ბაბუა ჩემი იყო პოლიტიკური ემიგრანტი, რომელმაც 1921 წელს საქართველო დატოვა საქართველოს საბჭოთა რუსული ოკუპაციის გამო. ის იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ტიტე მარგველაშვილი და რამდენადაც მანამდე მან 1910-იან წლებში სწორედ გერმანიაში მიიღო განათლება და აქ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია გერმანულად საქართველოს შესახებ, მან უკვე ემიგრაციის ადგილათაც არა საფრანგეთი, არამედ სწორედ გერმანია აირჩია და ბერლინში საფრანგეთთან და პარიზთან ერთად ჩამოყალიბდა ძალიან ესეთი საკმაოდ ძლიერი ემიგრანტული ჯგუფი, რომელიც აქ მთელი წლების მანძილზე, სანამდეც ეს შესაძლებელი იყო, ცდილობდა მუშაობას და საქართველოს პოპულარიზაციას, საქართველოს კულტურის და ისტორიის შესახებ წერას და ასე ვთქვათ, სხვადასხვა სამეცნიერო თუ სამთავრობო პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ჯგუფებამდე საქართველოს შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად მიტანას. 1946 წელს ის საბჭოთა უშიშროების სამსახურმა მოიტაცა დასავლეთ ბერლინიდან, ანუ ბრიტანული საოკუპაციო ზონიდან გაიტაცა აღმოსავლეთ ზონაში და მთელი რიგი 6 თვიანი ესე იგი პროცესის შემდეგ თბილისში დახვრიტეს ისე, რომ მისმა არც ერთმა ნათესავმა არ იცოდა, რომ ის თბილისში იმყოფებოდა შინსახკომში ცხადია. ეს ცალკე ისტორია, შეიძლება ოდესმე ამაზეც უფრო დაწვრილებით ვილაპარაკო. მამა ჩემი დაიბადა ბერლინში და შემდეგ უკვე მამასთან ერთად გაიტაცეს ისიც აღმოჩნდა საქართველოში. ოჯახის გაქრობის შემდეგ, ეს იყო 1946 წელს, ცხადია მათ ბინაში დარჩენილია ეს ნივთები, პირადი წერილები, დღიურები, ჩანაწერები, ბაბუა ცდილობდა ასევე რაღაცა სამეცნიერო ნაშრომებს წერდა და აქვეყნებდა, ესე დაიკარგა ყველაფერი და გაიფანტა და მე ძალიან ბევრი წლის წინ მომინდა ამ ისტორიის მაქსიმალურად გამთელება და ბაბუის და მთელი ოჯახის რაღაც ისტორიის რეკონსტრუქციამ. ამაზე დავიწყე ესეთი სამოყვარულო ძიება, როგორც ვეძახი ხოლმე შთამომავალ მკვლევარი წინაპრების კვალზე, გამიტაცა ამ საქმემ, მთელი ცხოვრების ასე ვთქვათ ჰობად მექცა, დღემდე ვაგრძელებ და მინდა რომ ესეც დავასრულო და
რაღაცა ბეჭდური სახით გამოვცე, რაღაცა ფორმა მივცე, თუმცა ეს იყო ის ამბავი, რამაც განაპირობა ზოგადად ჩემი ინტერესი ქართულ-გერმანული კვლევების მიმართ, იმიტომ რომ აი ამ პროცესში, როდესაც მე ჩემი ოჯახის ისტორიას ვიკვლევდი და მათ კვალზე ვიდექი, ასე ვთქვათ, სხვა უამრავი თემა, საკითხი და პიროვნება გვხვდება, რომლებიც დაკავშირებულები იყვნენ ერთის მხრივ ბერლინში ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან, მეორეს მხრივ გერმანელები, რომლებიც საქართველოსთან იყვნენ დაკავშირებული და შესაბამისად აი ნელ-ნელა ამ მასალის კითხვით, ამ მასალის დამუშავებით, გააზრებით, ერთმანეთთან დაკავშირებით ესე მოხდა, რომ დიდი ხანია დავიწყე ამ თემით დაინტერესება და ძიება და გერმანიის არქივებში მუშაობა, აქ ემიგრანტების, როგორ თქვა, პირადი მემკვიდრეობების და პირადი არქივების ძებნა და ასე შემდეგ. 2010 წელს თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნეთ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია და უკვე ორგანიზაციულად დავიწყეთ გერმანიაში ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ბიოგრაფიები, ემიგრანტების ბიოგრაფიების შესწავლა, ზოგადად სხვადასხვა ამბების შესწავლა და რაღაც ესეთი უფრო ინსტიტუციური სახე მივეცით, რაც საბოლოოდ იმით დაგვირგვინდა, რომ 2017 წელს, როდესაც საქართველო-გერმანიაში შორის ურთიერთობების 200 წლის იუბილე აღინიშნა, სოვლაპმა შექმნა ქართულ-გერმანული მეხსიერების ინტერნეტ არქივი, თავმოყრილია ძალიან საინტერესო მასალა და სხვადასხვა სახის მასალა ქართულ-გერმანული ურთიერთობების შესახებ, იქნება ეს სხვადასხვა ავტორის მინიკვლევები და ბლოგები თუ საოჯახო არქივები და რაც მთავარია და რაც ჩემი აზრით განსაკუთრებით ძვირფასია, ეს არის ეპირი ისტორიები საქართველოში მცხოვრებ ან საქართველოსთან დაკავშირებულ გერმანელებთან და მათ შთამომავლებთან. ბევრი აღარ იყვნენ უკვე 2017 წლისთვის ამწუხაროდ და რაც შესაძლებელი იყო მაქსიმალურად ეს ინფორმაცია შეგროვდა. აი სწორედ ეს გახდა მერე ჩემთვის კიდევ უფრო მეტად ქართულ-გერმანული კვლევების მიმართ ინტერესის გაღვივების მოტივი. შემდეგ მოვახერხეთ და სწორედ არქივის მასალებზე დაყრდნობით გამოვეცით წიგნი ქართულ-გერმანული კულტურის მოზაიკა, რომელიც შეეხება 1918-1921 წლების პერიოდს. წიგნი გამოიცა გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით მათთან ერთად მათ მიერ და ასე დაიწყო მოკლედ ინსტიტუციონალიზაცია ჩემი პირადი ინტერესების, კვლევითი ინტერესების. ბევრი წელი ვიმუშავე მე ამ პროექტისთვის და შემდეგ უკვე როდესაც გერმანიაში წამოვედი დროებით საცხოვრებლად, იმიტომ რომ დამემთავრებინა ერთ-ერთი კვლევითი პროექტი, რომელსაც ახლა როგორც გითხარით მივსდევ, აქ გავაგრძელე არქივებში მუშაობა. აი აქ არქივებზე მინდა 1-2 სიტყვა ვთქვა, რომ გქონდეს წარმოდგენა, როგორ არის მოწყობილი გერმანიაში ეს საკვლევი გარემო. მე მაქვს ძალიან კარგი გამოცდილება, არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც არქივს მივწერე, რაღაცა ვკითხე და მათ არათუ მიპასუხეს, არამედ ჩემთან ერთად იფიქრეს, მომიძიეს და თუ თვითონ არ ქონდათ მასალა გადამამისამართეს, მირჩიეს, ვის დავუკავშირდე და ასე შემდეგ. გერმანიაში ფედერალური მოწყობიდან გამომდინარე არ არის ერთიანი საარქივო სისტემა. შეიძლება ერთი თემის კვლევისას სხვადასხვა მიწის არქივში მოგვიწიოს მუშაობამ ან სხვადასხვა მიწაზე არსებულ არქივში, იმიტომ რომ არქივები აქ არის როგორც სახელმწიფო, სამხარეო არქივები, საქალაქო არქივები, არის ცალკე საეკლესიო არქივები და არსებობს კიდევ უამრავი კერძო არქივი, რომელიც ან რომელიმე ავტორს, ან ცნობილ პიროვნებას ეხება, ან რაიმე საწარმოს და ინდუსტრიას, რომელიც დიდი ხანია არსებობს და შეიძლება იყოს საქართველოსთან დაკავშირებული და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან დეცენტრალიზებულია თვითონ საარქივო სისტემა, სტრუქტურა და ეს ყოველთვის კარგად უნდა გაითვალისწინოს, ასე ვთქვათ, ადამიანმა, ვინც აქ რაიმეს ეძებს. გარდა ამისა, ონლაინ საძიებლები ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, იხვეწება და ვითარდება, არის ასეთი რამდენიმე ონლაინ ბმული საძიებელი პორტალი, სადაც შეიძლება მთელი გერმანიის მასშტაბით ეძიო, თუმცა ისინი არ არის სრულყოფილი და ჯერ მთლიანი ინფორმაცია იქ შეტანილი არ არის. ამიტომ შეიძლება უბრალოდ ის რაღაცა საორიენტაციოდ გამოიყენო და შემდეგ უკვე კონკრეტულ საკითხზე მოგიწიოს კონკრეტულ არქივთან და კონკრეტულ ფედერალურ მიწასთან მეტი, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია. და მიუხედავად იმისა, რომ სისტემა დეცენტრალიზებული და ფედერალურია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს
ფედერალური კანონმდებლობა არქივებისა და ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით არის ერთიანი ეს კანონმდებლობა და შემდეგ უკვე მიწების მიხედვით შეიძლება რაღაცა პატარა განსხვავებები არსებობდეს, მაგრამ არა ისეთი ფუნდამენტური, ამიტომ პრინციპში ერთხელ თუ აუღებ ალღოს, შემდეგ უკვე სულ ერთია რომელ მიწაზე გიწევს მუშაობა, ეს პრინციპი მაინც რჩება უცვლელი და ეს რა თქმა უნდა საქმეს ამარტივებს, თანამშრომლებიც მომართულები არიან მთლიანად დახმარებაზე და ეს მართლა მათი რაღაცა დავალებაა, რომ კვლევარს ძალიან მეგობრული გარემო შეუქმნან და ძალიან კომფორტული კვლევისთვის და ამ მხრივ მაქვს აი მართლა საუკეთესო გამოცდილება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო და საეკლესიო არქივებთან. მათ პირიქით უხარიათ თუ კი ვინმე რაღაც ისეთი ნაკლებად მოთხოვნად წყაროს გამოიწერს და ამით დაინტერესდება, იმიტომ რომ ეს მათთვის არის დამატებითი საშუალება, ასე იგი ფონდებიდან ამოვიდეს ესა თუ ის საქმე და კიდევ ერთხელ გადახედონ. ყოფილა შემთხვევები, რომ მადლობაც კი მე მიღია და ყოფილა შემთხვევები, როდესაც მაგალითად იქ, სადაც ფასიანი უნდა ყოფილიყო ასლების გადაღება ან რაიმე ტიპის მომსახურება, უთქვამთ, რომ ეს ჩვენგან უფასოთ, იმიტომ რომ ჩვენთვისაც საინტერესოა ეს პერიოდი და უბრალოდ თუ რამეს დაწერთ და გამოაქვეყნებთ, მერე გამოგვიგზავნეთ, რომ ჩვენც ვიცოდეთ ვთქვათ, აი ეს ფონდები რა კონტექსტს ეხება და ასე შემდეგ. ასე რომ პირიქით ეს არის რაღაცა თანამშრომლობაზე დაფუძნებული მთლიანად პრაქტიკა. ონლაინ საძიებო კატალოგში ვიპოვე დოკუმენტი, რომელსაც აწერია, რომ 1700 ეს არის ქვითარი ერთ-ერთი დუქანის ქართველი პრინცის გამასპინძლების შესახებ 1751 წელს და ნუ რა თქმა უნდა ძალიან დავინტერესდი რა შეიძლება და ყოფილიყო. მეტი ინფორმაცია სამწუხაროდ არ მაქვს. ძალიან გახარებულმა მივწერე არქივს და იმდენად გახარებული ვიყავი ამ ცნობის ნახვით, რომ აღარ დავაკვირდი იქვე აქ მინაწერი, რომ დაკარგულია. ანუ რეალურად ეს ქვითარი აღარ არსებობს. რა თქმა უნდა, ხა ქვითარში მეტი დამატებითი ინფორმაცია ნაკლებად თუ იქნებოდა, მაგრამ მაინც ძალიან დიდი სიამოვნებით ვნახავდი და გადავიღებდი. თუმცა, როგორც არქივში ამიხსენს და როგორც წესია და ვფიქრობ, რომ ეს ყველა ქვეყანაში ასე ხდება, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი თვითონ დაკარგულია, საკატალოგო ჩანაწერი მაინც რჩება. იმიტომ რომ ვიცოდეთ, რომ ასეთი დოკუმენტი არსებობდა თავისი აღწერილობით და ესაა მნიშვნელოვანია, მაინც უკვე რაღაცაზე მიგვანიშნებს და ასეთი პატარ-პატარა ამბებითაც შეიძლება რაღაცის ამბების აღდგენა. ბევრი ესეთი დაბრკოლება და ბევრი ხელისშემწყობი გარემოება, რომლებიც მინდა რომ აი ცალკეულ კონკრეტულ მაგალითებზე საუბრის დროს ამოვწიო ხოლმე წინ და გაუზიარო ადამიანებს, ვინც აპირებენ გერმანიაში კვლევას, ასევე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოვწეროთ შეკითხვები და თუ რაღაცა ესეთი გამოკვეთილი ინტერესი იქნება, ვეცდები, რომ ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით, არანაირი ამბიცია არ მაქვს, რომ ვიცი ყველაფერი და ვერ ყვევი ყველაფერში უამრავ რაღაცას მე თვითონ გზადაგზა და ყოველდღიურად ვსწავლობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც გამოცდილება მაინც უკვე დამიგროვდა და შეიძლება ეს გამოცდილება არაერთ მკვლევარს დაეხმაროს გერმანიაში. ამ თემებს ცხადია, როგორც თქვი, მე ისევ გავშლი სხვადასხვა ვიდეოში და უკვე შემდეგი ვიდეოებიდან დავიწყებ კონკრეტული თემების, წიგნების, დოკუმენტების, მოვლენების შესახებ მოყოლას. მათ შორის ბოლომდე ყველა ნაკვლევი მე რა თქმა უნდა არ მაქვს და ვერ მექნება, მაგრამ რა დონეზეც მაქვს და რა დონეზეც ვიცი ინფორმაცია გაგიზიარებთ, ეგ პირიქით ვინმეს თქვენ გაგიჩნდეთ სურვილი, უფრო ჩაუღრმავდეთ ამა თუ იმ საკითხს. მომავალ შეხვედრაზე მინდა გესაუბროთ წიგნზე ქართულ-გერმანული კულტურის მოზაიკა 1918-1921 წლები. მიმოხილვა გავაკეთოთ და შემდეგ უკვე ამ წიგნში შესულ კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებზე ვეცდები უფრო სიღრმისეულად მოგიყვეთ.